უკვე გავწით. აი მართლა ერთი წამი. იმედია რომ დამონტაჟებისას ჩასვა ამის სახეს როგორ მიყურებს. ეს ის ტიპი არის ფარუნებაში მარიო ვარ და რაღაცა. შარლატანი არის. ლეონარდო შარლატანი. ხუანი. არა, იმიტომ რომ იმაში რა Power Ranger-ში ლურჯი ვიყავ. 245 მილიონს ვხდი მონეგოდაში. მოგესალმებით მეგობრებო, სეტი გადაწყობის რიგით მეორე ეპიზოდი. ამჯერად თქვენ მილანი უნდა გადააწყოთ და დაეხმაროთ მას, რომ წელსვე მოიგოს ჩემპიონობა. სანამ დავიწყოთ მეორე ეპიზოდს, წესებს ახსნით, ვინც პირველად გვიყურებს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ რაღაც კომენტარებში გავითვალისწინე, რამდენიმე რჩევა იყო. ძალიან საინტერესო და გეტყვით ამის გამო, ამ რჩევების გათვალისწინების და გამო მცირე ცვლილებები წესებში რა მოხდა. ასევე რამდენჯერმე box to box-ი ახსენეს, რომ ისინიც ესე შოუს აკეთებენ და ზუსტად წამოიღეთო. ამაში გასაკვირი მეგობრებო არაფერია, ჩვენ ვაკეთებთ ქართულ ვერსიას. ისინი ძალიან მაღალ დონეზე აკეთებენ ინგლისურენოვან ვერსიას და მე მაინტერესებს თქვენ, ჩვენი კომენტატორები, როგორ გადააწყობთ გუნდებს და ალბათ მაყურებელსაც სწორედ თქვენი აზრი აინტერესებს. რა თქმა უნდა, შათაუთი ჩვენგან box to box ამ ყველაფრის მოფიქრებისთვის. ვარვარს. კი, ეხლა კი წესები რა წესები გვაქვს? მოკლედ, იმის გამო რომ მილანმა ძალიან კარგად დაიწყო სეზონი, თქვენ სამ სპორტულ დირექტორს ცალ-ცალკე გთხოვეს გამოგიყვეს 100 მილიონი და გთხოვეს რომ ისეთი გუნდი უნდა დააყენოთ წელს, რომელიც წელსვე შეძლებს ჩემპიონობის მოპოვებას. მშვენიერი სტარტიაო, მაგრამ ბარემ ბოლომდე მივიყვანოთ ეს ამბავი. ესე იგლიტარეს გეუხარე. გეკნება მე ჯორჯო ფურლანი ლეონარდოს. ფასონეს არ გავარ. მე ჯორჯო ფურლანი გამოვიდა. სისფერტონება ქერა და აუ გავხარე. თელი თმა მაქვს და ალბანელი ვარ. თელი თმა არ გა? მირაბელის მართლა გოსპულა. მირაბელი მე ჯორჯო ფურლანი და მე ლეონარდოს. მე ჯორჯო ფურლანი, ანუ ნახე არის რა. რა ვარჩი შარლატანი ავარჩი. ეს ის ტიპი არის ფარუნებაში მარიო ვარ და რაღაცა. შარლატანი არის. ლეონარდო შარლატანი. ხუანი. უკვე დავიწყეთ გამაცი. ბეტმენი ვარ. კი, საუკეთესო არის. არა ხოდა. ხუანი. არა, იმიტომ რომ იმაში რა Power Ranger-ში ლურჯი ვიყავ. Power Ranger-ში ლურჯი მე წითელი. კი, ხო და თავი არ ვიყავდი, შენ იყავი. თორე მე წითელი ფერი. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. რაზეა საუბარი, რომ ერთი დიდი ბედნიერებაა თქვენი მოსმენა, მაგრამ მაინც წესებს გავაცნობ ხალხს. მიდი და ესე იგი, გეკნებათ 100 მილიონი, მოგივათ ერთი ბარათი მენეჯმენტიდან, რომელიც უნდა აირჩიოთ და უნდა ნახოთ რა სითხავს თქვენგან მენეჯმენტი და იქნება სამი ბარათი, რამდენიმე მოთამაშის არჩევის შემდეგ და გავლის შემდეგ, რომელიც ფინანსურად გეტყვით დაზარალდით თუ პირიქით რაღაც გაიუმჯობესეთ სიტუაცია. ანდროს ემახსოვრება წინა თამაში სამივეჯერ დაზარალდა. კი, ცუდი მაგალითია. ბარათით, კი. იმედი მაქვს, რომ ამჯერად ცოტა არეული იქნება და ხან დაზარალდებით, ხან 65 მილიონი თვას დაკარგე, ხო? ეხა ორი ის რჩევა, რომელიც მე მაყურებლებისგან გავითვალისწინე და ცვლილებები შემოვიტანე. პირველი არის შემდეგი. როდესაც ფეხბურთელს გამოვიტან, რამდენიმე წამს დავითვლით და მე შემდეგ ერთდროულად აწევთ მას ნიშანს სწორიც რაც ყველაფერს ანუ ყიდით თუ ყიდულობთ თუ ყიდით მაგ ეს ერთდროულად დაიჭერთ თუ ყიდით აწევთ 1 2 3 თვლაზე თუ არ ყიდით დატოვებთ მოდი ხელი ყველა უნდა მოვკიდოთ იმიტომ ხელი უნდა მოვკიდოთ კი და 3 თვლაზე თუ დააგვიანებთ არ ჩავთვლი ისევ შეგეძლებათ რომ სათადარიგოდან ამოწიოთ მოთამაშე რა თქმა უნდა და მეორე ცვლილება რომელიც არის სამივე ფეხბურთელს ერთდროულად კი არ გამოგიყვანთ ვინ შეგიძლიათ რომ იყიდოთ პირველს გამოვიყვან ჯერ და ვიტყვი რომ ძვირადღირებული ვერსია ეს არის, თუ გინდათ ივაჭრებთ. მერე ვიტყვი რომ მეორე ვერსია ეს არის, ამაზეც შეგიძლიათ ივაჭროთ. შემდეგ იქნება მესამე ვერსია და თუ არა და სკამის მოთამაშის დამატება ყველა შეგიძლიათ. ერთი და იგივე მოთამაშეს სხვა გუნდიდან ვერ მოიყვანთ, მაგრამ ძირითადში მყოფი მოთამაშის დატოვება და სკამის მოთამაშის ზემოთამოწევა რა თქმა უნდა შეგიძლიათ. დავიწყოთ პირველ რიგში ავირჩიოთ მენეჯმენტის ბარათები. აირჩიეთ მეგობრებო. მე ვიჩავ აი ამას. აი იყოს ეს რა. და დავიწყოთ ფულარ, შენ დაიწყე. რა თქმა უნდა, ვინც არ გიცნობთ, გიორგი ფულარიანი, ლუკა მილორავა, ეგეთები თუ დარჩით ვინმე არ გიცნობთ და ანდრო ხელაძე მეგობრებო. თუ მართლა ვინმე არის? ესეთი ჩვენი მაყურებელი? იმედი მაქვს რომ ყველა გიცნობთ. დავიწყოთ. ფულარ აბა, რა წერია შენთან? ესე იგი, ინგლისიან ანუ პრემიერ ლიგიდან ან ლა ლიგიდან ორი მოთამაშე უნდა შეიძლება. აი, რავი. დადებითია ხო, რავი. არა, მენეჯმენტი ყველა დადებითი არის. ის ფინანსურია. მოვიყოს რომ ხუთი ფეხბურთელი იყიდეს მაინც და მაინც. და ამას შეიძლება ისეც ვაკეთებ. მე მაქვს მე არ მინახავს და უნდა გაითვალისწინა აუცილებლად უნდა შეასრულო. კი, ვინც არ შეასრულებს თავის დავალებას ან საბოლოო დარჩება მინუსებში
ის ვერ გახდება ვერაფერი. აფუჭებს თამაშს, კიდევ ერთხელ, ვაჭრობის დროს შეგიძლიათ ბოლო მოთამაშე შევიდე, მინუსში გახვიდეთ რა, ვაჭრობის დროსაც და ერთი დაძუსტება, ანუ აქ ხო წერია რომ ან პრემიერ-ლიგა ან ლა-ლიგა და ორი მოთამაშე, ანუ თქვა ორივე ინგლისში რო იყოს მოსულა. კი, რა თქმა უნდა. და ესპანეთზე რო არ ვიყიდო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. პირიქით რო იყოს. კი, რა თქმა უნდა. კაი. ლუკა? ორი ნახევარწველი ბეტინგ სკანდალში გაეხვა. ერთი აუცილებლად გაეხვა და მადლობა სანამ დისკვალიფიკაციას მისცემ უნდა გაყიდო. აუ მილანი რო არის? აუ რა. აუცნაურია. სამწუხაროდ ანალიზის ამბავი. ორი ნახევარწველი უნდა შეცვალო მინიმუმ. ორი რა ამბავია. ხო ნახევარწველი ცენტრალურები თუ ფლანგების ითვლება, ანუ ისინი სალმაკეს ტესტუპინე ნახევარწველები არიან? არა, მხოლოდ ცენტრალური ნახევარდაცვა ითვლება. ესე მოას იმით, ნუ სარგებლობ ხოლმე, რომ შეიძლება შეეშალოს. ხო იცი ნახევარდაცვა რა. ხო. მეც ხო ვიცი რა თქმა უნდა შუა სამი კაცი იგულისხმება და არა სპეციალურად ეკითხება. ვინბეკი არის ნახევარმცველი. სპეციალურად ლიგამაც კი ეკითხება. იცის ეს ყველაფერი. ჩემი მიზანი არის სკუდეტო და კოპა იტალია რომ მოვიგო? შენი მიზანი არის მოიგო სკუდეტო. მომავლის გუნდს წყობა შენებ. რა თქმა უნდა ეხლა. კაი. ორი ცენტრალური მცველი უნდა შევცვალო. ორი ცენტრალური მცველი უნდა შეცვალო. ანუ პავლოვიჩი ნახონდი? ვარიანტი გაქვს. ა? პავლოვიჩი ნახონდი? ნახავ, ხო, მაგ ყველაფერს მე არ დაგესპოილერებთ, მაგრამ დაუტოვოთ აზრი. დიდებულია, ყველას მოგიწევთ მინიმუმ 2 კაცის შეცვლა. მინიმუმ. კიდე გავცვალოთ? შენ ნახევარწველები შეცვალე, მე მცველებს შეცვალე. ნახე ბიჭო, ნახე. მუხარის ბავშვი. ი რომელი? რომელიც რა? სულ აი რაღაცა იდეალური ფორმატი რო არის ხოლმე და არა. მოდი, დღეს თვითონ ის TikTok-ი და ხე? რომელი? ის რა ქვია? აი, რა ლამაზი ამინდია დღეს. ლამაზი კი არა, ულამაზესია. აი ეგროჟა, აი. ხო რა. დავიწყოთ მეგობრებო, პირველი თამაშები შვედური. გენიალური თამაში. იდეალური. პირველი შემოგთავაზებთ ცენტრალურ მცველს ერთ-ერთს, სამად არის რა თქმა უნდა გაყოფილი. ტაქტიკას არ ცვლით, ისევ თამაშობთ. რასაც მილანი თამაშობს. ცნელიც რა თქმა უნდა არ იცვლება, სწორედ ამაში იხდიან ფულს. მის შეცვლას. არ იცვლება 3, 5, 2. ცენტრალური მცველი ერთ-ერთი გამომაქვს პირველი ფიკაიო ტომორი 20 მილიონად. დაცვალე. ხო, ჯერ დაფიქრდით, ყიდით თუ იტოვებთ. დაფიქრდით და მე დავითვლი მე და შენ ორი უნდა იყიდო უეჭველთაო. შენ გათვალისწინებული გააქვს რომ ფიკაიო ტომორი არის ინგლისელი ცენტრალური მცველი. ცოტა. 20 მილიონი? ჩვენ გავითვალისწინეთ რა. პირველ რიგში რა ფასი ადევს დღეს და უმეტესობა შემთხვევაში, არა ყველა შემთხვევაში, უმეტესობა შემთხვევაში, ოდნავ ფასი მოუმატე, რომ საავაჭროდ მეტი ფული ტომორი შედეს. მომატებული არა, ტომორის რაც არის ეგ არის. დაკლებული არ გაქვს? არა, ეგ არის. 20 რა. აუქნა. ანუ უბრალოდ დასვავ. იმიტომ რომ ისედაც მე მგონი კონტრაქტი უმთავრდება თუ რაღაც ეგეთ სიტუაციაშია, ვიღაცა იყო ერთი ეგეთი. არის, შეიძლება ტომორი არ არის. ანუ მალიქ ჩავგაყიდა მილონა 40 მილიონად და. ტომორი არის 20 მილიონი. კაი. სამ ესე იგი, ვინც ყიდის ის იწევს, ვინც არ ყიდის, გეტყვით რომ დავით ოდოგუ ამოვა სათადარიგოდან მის მაგივრად. შვენიერი ვარიანტია. ხო, არა, ზოგადად რო იცოდეთ, ეს არის. ყველას ყავს თავის შემცვლელი. და ყველა ცენტრალურ მცველს ერთნაირი შემცვლელები ყავს თუ 9 ვარიანტი გაქვს? არ ერთ კონი დევინტერი მეორდება იმას. არ მე ვამბობ აი 3 კაცს ხო გვთავაზობ თითო პოზიციაზე. სხვა ტიპები არის. 9 სხვადასხვა ადამიანია. ვა. სამამდე ვითვლი, ვინც აიწევს ის ყიდის ტომორის. კაი. 1 2 3. თქვენ ორი ყიდით ტომორის, შენ იტოვებ მე ტომორის. დავიტოვე. არ ცოტა შემოვიდი, მოდი გავერთო პირველი ვეზა. ან გაბია საერთოდ არ იცოდი ნება ნიკას ვინაა და დაადებს ალბათ პორტოხლის ფასს და. არ გაბიას ეს არ გავყიდე. გაბიას არ გავყიდე. თქვენ არ ვიცი რა წარმოადგენა გაქვთ მილანის ფეხბურთელის, მაგრამ რო შეხვიდეთ ტრანსფერ მარკეტზე და ფასები ნახოთ, შეიძლება ის ხალხი ჩემსავით ფიქრობს. ანუ საერთოდ დაფიქრობენ მილანზე. დავიწყოთ. პირველი ვარიანტი. 35 მილიონი კიმინჯე. შვენიერი ვარიანტია. თუ გინდათ რომელიმეს მე შეგიძლიათ. ან კიმინჯე უპამეკანო 35 მილიონს იხდის ლუკა აპირებ ანდროშენს. 40 მილიონი. წაიღოს. წავიყვან სერიაში. ხო, დიაურად თამაშობდა. ვოშტ. ვოშტ? არანაირი ვოშტ, ბაიერნის სათამაშოთელს ვერ ერგება უბრალოდ, თორე იტალიაში. ხო და მაგას ვამბობ, ანუ ძალიან ბევრი წერება უკვე ბილდზეც მათ შორის, რომ უპამეკანო კიმინჯედან ერთ-ერთი უჭველი წავა ზაფხულში. შეიძლება ორივეც, არ ვიცით, მაგრამ კიმი ყოველ შემთხვევაში თითქოს უკვე წასვლის პირასაა. 40 მილიონი შეიძლება. შეიძლება მართლა დაბრუნდეს სერია. ხო, აია. ცოტა მეძვირება, მაგრამ ხუთა წავიდა ნაპოლეონი. მაგრამ ორი ცენტრალური მცველი მყავდა შესაძლებელი. და ეხლა კიმზე უკეთესი ვარიანტი, ნიკას არ ექნებოდა. შეიძლება შემოვლენებსაც კი გაასარი ანდრო რაღაც ამბავში. შეიძლება მართლა დაბრუნდეს მე სერია. მართლა არ ვიქნები უკმაყოფილო კიმი თუ ზოგადად სერია შეიძლება დაბრუნდეს. 40 მილიონი. სამივე ცენტრალურ მცველს ბილანს მიწყავს, ხა? კიმი მირჩევნი. არავინ არ ყოფილა ისეთი კარგი თავის პრაიმში, როგორც იყო კიმი ნაპოლის საჩემპიონო სეზონში. მეორე ვარიანტი შენ ვინც ყავს არის რუდიგერი 10 მილიონი.
ჩვენი არჩევანი. გინდა ლუკა 10 მილიონად რუდიგერი. კი ბატონო. ძალიან იაფია 10 მილიონი რუდიგერი. ასაკი გავითვალისწინოთ. ხო, დავისწავლოთ, მაგრამ მაინც ახლა რუდიგერია და 10 გავითვალისწინოთ. პენსიონერებს აწყობს ეს. რა, მილანია რომ რუდიგერი რამდენი 34? ტომორი დავითო ეგრე. არა, კაი. დიდი არის რუდიგერი, მესამე ვარიანტი იყო დიეგო კარლოსი კომოდან 5 მილიონად. ძალიან კარგი რომ არ და დავუდე. როგორც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დავიდ ოდოგუს ამოწევად შეგეძლოთ. თუ არ მოგეწონა. ბიჭო, მომწონს მე ოდოგუ, რუდიგერი არის 32 წლის. სერიაში თავისას კიდე 8 წელი. ანუ ესე 8 წელი. მოიცა, ანუ ესე თქვენ ორი ფეხბურთელი დააბრუნეთ სერიაში, ესე გამოვიდა, ხო? 10 მილიონად რუდიგერი და 35-ად კონტრაქტი. აი, ასაკში სწაობა, მასში ყველაფერში ზოგადად ზოგადად. აი, თუ გაიც ხო იაფად გაი გავწით. აი, მართლა, ერთი წამი. მეგობრებო, მარჯვენა ვინბექი. აბა, ვინგბექი პირველი, ალექსის სალმაკერსი 25 მილიონად შეგიძლიათ გაყიდოთ ნუ კიდეთ ხო? და სათადარიგოდან ზაქარი ატეკამი ამოიყონოთ თუ რამე. დაფიქრდით, ყიდით თუ არა. 1, 2, 3. ფულარა ყიდის სალმაკერსი თქვენ დაგჩათ, თქვენ ორს და ფულარას ერთი წამით შევთავაზოთ. შესასრულებელი მილანის გოჯი ტოპ ორი. 3 ფეხბურთელს ამ სეზონში არ გაუშვებ არაფრის დიდები. ძალიან ანდერეიტ. შეიძლება საერთოდ ტოპ 1 იყოს? რადგან მარტო ხარ, რა თქმა უნდა სამივე ვარიანტს გეტყვი პირდაპირ, რადგან მარტო არის სამივე ვარიანტს. დანიელ მუნიოსი 35 მილიონად კრისტალ პალასიდან, ოსკარ მინგესა 25 მილიონად სელტადან და ნელსონ სემედუ 5 მილიონად ფენერბახჩედან. ზაქარი ატეკამი ყოველთვის შეგიძლია, რა თქმა უნდა, სკამიდან ამოწევს. არის შვეიცარიელი უნდერკინდის ადგილი მილანის. ეხლა ამ სამიდან ერთ-ერთი უჯული უნდა ვიყო, ხო? რა თქმა უნდა. კაი, მოდი პალასელი ბიჭი იყოს. მუნიოსი 35 მილიონი. კაი ვარიანტია. 35 მილიონი გირს ალბათ დანიელ მუნიოსი ამ წამს. კარგი ვარიანტია, მაგრამ სალმაკერს არ მიჩვენე. პრემიერ ლიგაში აი, თამაშობს. თან შესასრულებელი მაქვს მე ისე. პრემიერ ლიგაში თამაშობს ტოპ 6-ის მერე საუკეთესო მარჯვენა სამივე კაცი შეთანხმდა და გირს 35 მილიონი ნიკას აზრით. ბიჭო, ჩემი აზრი, რა შუაში არის? გასაეროდეს გეტყვით ფასებით თუ გინდათ ვის მოთხოვოთ, თქვენს დამახურებელს გაბროს. გაბროს? კი. კარგი. ფასები მოთხოვოთ. გაბროს ვინდოთ ეხა, მაგაში მაინც კი, აი, დანიელ მუნიოსი ალბათ 35 მილიონად გაიგიდა. მეტად გაიყიდება? მეგობრებო, თუ გაიყიდება კი. სამ წელს გაიყიდა ბებერი მუნიოსი მაშინ. 29 წელსა დანიელ მუნიოსი? ვიცი უკვე 29 წელისა. ანუ გაითვალისწინეთ პრემიერ ლიგის ტემპი და სერიას ტემპში გადადის და ითამაშებს ძალიან დიდი ხანი. ჩემი აზრით ძალიან ბუნებრივია რომ მე სალმაკერს მართლა არ ვიცი, მაგრამ მუნიოსი ძალიან კაი ფეხბურთელია. სალმაკერსი კი, არა. ასევე ძალიან კარგი ფეხბურთელია. ხო, არის მართლა არ ვიცი და თუმცა ალეგრის რომაშიც კარგი იყო სალმაკერს. ალექსის მშვენიერი ფეხბურთელია. ალეგრის ხელშიც მშვენიერია. ამ მილანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია მართლა. ერთი ტრანსფერი შევასრულე უკვე პრემიერ ლიგიდან. შენ პრემიერ ლიგელი. ორი უნდა ავიყო, კიდე თუ ნავიყო. ეხა ნახე, თუ არ ეხა ნახე რა მოხდება. ის მირიგებს რომ მე ამომივიდეს -70 მილიონი და საერთოდ ტრანსფერი ვერ გავიგე. ის როგორ გიგებს, რაც შეხავს. არა, აჩეხავს მაგრამ დაქეს ბარი მიგივე გუნდი კიმინჯეთი. ამას შენ არ გაბრალებ, მაგრამ ამას ჩემ ბედს ვაბრალებ. მეგობრებო, მოვიდა დრო რომ ავირჩიოთ პირველი ფინანსური კარტები. აბა, გადავინაწილოთ და ამჯერად ანდრო შენ დაიწყე პირველი. დაიქნება შენი, მე ლუკა იქნება. ეს არავისთვის არაფრის მომცემი. ვაი. მოიგო დიდი ფული მე. წამოვიდა ანდრო? გუნდის ფლობელებმა ამდენი ფულის დახარჯვა გადაიფიქრეს -10 მილიონი. რა თქმა უნდა მინუსი ხო? რა თქმა უნდა. 90 დამშა ხო? როდიგაში 10 გადავიხადე. არა, მე დღეს საგაწონასწორებული ვიქნები. ნახოთ აბა. ბოლომდე უღრგასა. კაი, ეხა მე ხო ანუ? კი. აბა ლუკა. ინტერის ფანებთან დაპირისპირებისას მილანის კომაგებს ფინანსური ჯარიმა დააკისრეს, რომელსაც თქვენ იხდით. მე რატო ვიხდია მაფიოზებს? ძალიან წუხარ. ანუ შენს მინუსში ხარ? 5 მილიონი მინუს. მეგობრებო, მაშინ მე მომისმინეთ ახლა. იმიტომ ძალიან მაგარი. იქით ვინცის იმას უმართლებს. ძალიან მელოტი უნდა იყოს ნახევრად. შეხედე. დუომოს კამერებმა მთელი მონაპოვარი მილანის დონაციაში გადარიცხეს +15 მილიონი. რატო გადმორიცხეს? აი, იმიტომ რომ მილანის სიყვარულია. აი, +15 მილიონი. მე არ მიმართე, სუაკეთ. ამ მომენტისთვის ესე იგი 105 აქვს ფულარას, 105 აქვს ლუკას და 70 აქვს ანდროს. რითი გავერთო? რატო? შენ წინაო კიმის გამო. რა გაყიდი ფეხბურთელებს? აი, აუ ეს ვინა.
100 თან განიცდიდა. გამინუსება შეგიძლია ხო გახსოვს და მე ეს ნეტა კარდინალი განიცდიდა ისე მილანტი და ნეტა როგორ შეგაცდი აქ მეგობრებო შელებოდა მართლა მეგობრებო პირველი ფული შოვნის შესაძლებლობას გაძლევთ ვისყიდე ლეაუს კრისტიან პულისიჩს ვაუ პულისიჩი თქვენ რომელიც გაგისიამოვნებათ ის დაუძახეთ 80 მილიონი ვა დიდი თანხა ერთი წუთი ნუ ჩქარობ უჩქარო რა ხო 3 წამი დაფიქრდით და ყიდით თუ არა პულისიჩს პოლისი ძალიან ანდერეიტ ფეხბურთელია და გონია რომ ანდერეიტი არა მე ვიტოვებ ხო რა თქმა 1 2 3 ფორვარდი ჭირდება მილას პროსტა და მაგიტო თორე არ გავაკეთე 80 მილიონი მადლობა ძალიან მიყვარს ძალიან კარგი თქვენ მაინც გავუშვი ა ფორვარდი ჭირდება მილას გავიგე, მაგრამ ლეოს არ გავუკეთე და ლეო პლუსი და ერთ-ერთი უნდა გავუკეთე ხო არის რჩევნია რომ რაფა დარჩეს რა ერთნაირად მიმოქმედებ ყველაფერს და არ მიდი შეიძლება ერთ განვიცდი ის გაკიდის ლეაუს იშოვის პირველი ვარიანტი პაპერო მოიხოთ ოსიმენი ვიქტორ ოსიმენი რა თანხა 80 80 5 90 15 100 5 100 მიდით დადგიჩო ვიხთი რა ოსიმენი მეოსე 115 120 ოპა სოცი 125 რამდენი გაქვს ბაკ საკმაოდ 125 ოსიმენი ანდრო აუწი მიდი ვიღაცა ოსიმენი არ დათმო ბიჭო ხა გამინუსება შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გახსენდეთ ბოლოში არ უნდა იყოს 130 წაიყვანოს მარე გამიხარდა კი ბევრად მაგრამ დაგახარჯინა ეგ არის კი ამის აქტი დამახარჯინა ხო ბიჭო იცი ეს არის აი ვერ აგიხსენს თვინ არის 25 და ჩა 20 ვარ მე ასე ვაპირებ გართობას არა, მე- გავბანკროტდები არა, ერთ- მაგის დედაც გავბანკროტდები ერთსა მე ვაპირებდი ოსიმენის ხედავს просто რაღაც ზღვარი ხო არის ეხლა შეხვდება ხო ხდება შემეშე პელეგრინო შეხვდება ნახე არა მოიზეკინი მეორე ვარიანტი მოიზეკინი 50 მილიონად მოიზეკინი ან და მესამე ვარიანტი რობერტ ლევანდოვსკი 15 მილიონად და 15 მილიონად 15 მილიონი ძალიან კარგი არა იმას ყურადღებას არავინ აქცევთ რომ აი მოხუცების გუნდი არის რომელიც შეიძლება სეზონის ბოლომდე ვერ არა მაგას მიატანოს მერე ვიტყვი თამაში მორჩევა არა მაგრამ ლეონოვსკის სკუდეტოს პროფესიონალიზმი როგორ უვლის თავზას შემდეგ არა ან მე ნახევრწველები მჭირდება აიყვანე ლევანდოვსკი მე აიყვანე ამ დაუვავის სანტიაგო ხიმენესის ამოწევა არა ლევანდოვსკი აღეს 15 კაი 170 მილიონი დავრჩა და ლევანდოვსკი დავიმატე რობერტი უეჯო ან მე რას ვაფიცი სკუდეტოს მოვიგებ მე კითხვა მაგ ესეთი რობერტ ლევანდოვსკი თქვენი აზრით რა წარმოგიდგენიათ რამეს ბიჭო ეს სერია არა, სერიოზულად, აი, რა რანაირი წესები როგორიც შენ მაგას წესია. ვერ ითვალისწინებ პრემიერ ლიგელები ფოფ ხალბად პირს დააღებდა და ლევანდოვსკი ბებერი რაღაც სერიაში რობერტ ლევანდოვსკი რამილა თუ იხარ სამი სეზონი მილანი მინიმუმ თუ არა ხო და ეს თამაშიც კი განსხვავებული უნდა ითამაშო რა მე მაგას ვერ სეზონად არა მაგრამ სეზონ ნახევრად ლევანდოვსკის ავიყვან ამ სეზონში სკუდეტოსთვის შემდეგ წელს კიდე რაღაცისთვის და გავუშვებ მე ამდი კამარდა გაიზდება ფრანჩესკო კამარდა და აი, სიამდვილეს ფოფ ხალბად რა თქმა უნდა განმავლობაში. შენ პენსიონერების გუნდი ყავს და ვერაფერს მოდრიჩის გაშვებადოს სამი. მეგობარო სამი სეზონის განმავლობაში ლევანდოვსკი სერიაში და პლუს ჩემპიონთა ლიგას როცა გავამი დაბრუნდება მილანი ლევანდოვსკის ტრავმები მე პერსონალურად ვიტყვი რომ არ დაიჯეროთ მაგრამ კარგი რა არ დავიჯეროთ რო სამი სეზონი კიდე სამი არა მაგრამ სეზონ ნახევარი სამი ორი ხო იქნება რაი არა სეზონი სერიას კარგი. ტემპი მეგობრებო, გაითვალისწინეთ სერიას ტემპი გაითვალისწინეთ ლუკა მოდრიჩი აბა ლუკა მოდრიჩი 5 მილიონად ანუ რამდენად წარმოგიდგენით რომ ლუკა მოდრიჩი ხა გაიყიდება ლევანდოვსკი 15 ლუკა მოდრიჩი რამდენად ძვირი არა არა ჩემთვის რაღაცა ხო და ლევანდოვსკი უფრო ძვირი სამამდე ვითვლი და უნდა გაყიდოთ თუ ყიდით 1 2 3 ლუკა ყიდის ლუკა მოდრიჩი თორე არა ვერ გავრისკერა ლუკას ორი ლუკა არ უნდა გუნდში როგორც არა მე მიწევს ვერა ამიტომ რომ რაბიო ფოფანა მოდრიჩთან ერთ-ერთი უნდა გავყიდო და რაბიოს არ გავყიდი ფოფანას გავყიდი და დარჩა პირდაპირ გეტყობა შენ სამი ვარიანტი რომელიც გავს გონიერია რო არ მოგატყუო არ მეგონა თუ ვინმე გაყიდიდით და ცუდები არ არა ცუდები არა კაცო ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან ოღონდ ნაკლებად ცნობილები ოღონდ სამივე აუ, კარგია აუ, რა უგო ლარსონი შეგიძლია 40 მილიონად აინტრახტიდან იერდის ძალიან ხაუტენი კარგია, 20 მილიონად PSV-დან ეხა მესამე ლეგენდარული მოთამაშე ორლარა ორლა მიდი მესამე ფრედი 5 მილიონად ფენერბახჩედან შეგიძლია რა გააკეთე ანუ რატო შენ გენაცვალა და სამუელ რიჩი ანდახან მიყვარხარ სამუელ რიჩის წევ ხო არა, არა, როგორც არა. კი სიამოვნება ლარსონი მოიცა ერთი წამით უგო სამუელ ლარსონი რიჩი ძალიან ფოფანას მაგარი ლარსონი აიყვანე უგო ბიჭო ლარსონი ერთი ძალიან დაფიქრე. მაგარი ბუნდესლიგას დაუჯერე არა ყავს აბა იქით იაშარი ამოწევს. ყავს
იაშარი ყავს მოდრიც. იაშარია რაბიოზე. მოდრიც. აბა იქვინა ფოფანაზე. რიჩი. არა, ამეთი აღარ დარჩა. ლოფტუს-ჩიკი არის. მართალი. აბა რა უნდა იყოს? ანუ რიჩი თუ ლარსონი მაფიქრეთ. ლარსონი აიყვანე, დამიჯერია. სხაუტენის თამაში, როგორც ასევე ბრძენი, ქართველი ბრძენი. გაბრომე უნდა ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ვინ? სხაუტენი არის, კაი ფეხბურთელები ბოლონიადან მიყვარს, მაგრამ სხაუტენს არ მოვიხარ. მეგობრებო. კაი, რავი, დაიცა? ჩემთვის სულ ერთია ვის მომენტი. ლარსონი მე ფრედის მომეწონება რიჩი ზიგდაჩი მინდა ზოგადად და. ასაკის პონჩი ფრედი ხო არ ჯობია. რო გაუგონ ერთმანეთს. ხოშვის სინიშე მიხალოვიჩმა ორი მეცახელი შეერქვა. არა, რიჩის ვაჭრა. ჯერ იყო წმენდავი და რაღაც პერიოდში დაიხვეწა ხვეწე პროფესორე. მწნელი იყო ბოლონიის. ფოფანაზე თქო. შენ სკაუტენი ძალიან კარგია. არა, ლარსონი. მაგრამ მე ლარსონს ურჩევდი ამას, მაგრამ მიჯერე. ვიცი რომ ირჩევდი, მაგრამ რისთვის მინახა უბრალოდ ამ ფულს? მაშინ იმედია, კარგი ფეხბურთელები ყავს. ანუ აი ეს ყველა თამაში, რასაც არ უნდა თამაშობდეთ, აი ამის სუწუწუნები. მუქარა ნარევი ხმით რომ იმედია რაღაც ყავს. მუქარა კაი, მე რიჩი და ვხვდები რას გაძლევს. 175 მილიონი. სამუელ რიჩი ამოწია? საშილად ვზნობ თავს. აი მე მინდა იტალიელი ფეხბურთელი კიდე ერთი გუნდში და მე მოდრიჩი ყავს. იტალიელებში ალბათ საუკეთესო. ესე იგი რა, ან ტომორი, მოდრიჩი, მუნიოსი, პოლისში მყავს მე ეგრე გამოდი ჯერ. მე კარაზე არ მისულობ. მე არ ვიცი, დიდად უბრალოდ მოდრიჩი მსუბათ რაღაც უკეთეს ველოდი ეგეთ რაღაც ისეთ რეჯისტას. არ ვიცი. ფული ამდენი მაქვს. მე არ მეგონა ვინდო თუ შეცვლი. შეიძლება გუნდი ყავს. ფული შენ გაქვს ანდრო 20. ხო და რატო არ გეგონა როცა კარდი მოიტანა რომ 2.5 წელი გაუშვია. იმიტომ რომ იმორს გაუშვებდით მეგონა და არა მოდრიჩ 5 რაბიოს? მილიონად. ფულს ვერ რაბიოს არ გაუშვა. ეს მოგონილი ფეხბურთელი რა შემიძლია. მეორე ფინანსური ბარათები. მე ვიწყებ, ხო? კი. აირჩიე შენ ფულ არ. Yes. რა. Netflix-ი ინდოეთში. Netflix-ი ინდოეთში მილაზე დოკუმენტურ სერიალს აკეთებს პლუს 25 მილიონი. 25? კი საუკეთესო ვარიანტი აიღო. ინდოეთში აუქნა. ანუ პრინციპში ეკუთვნოდა ვიზუალის გამო. კი. ნიკა, ეთუ ანდრო. რომანს და სავარაუდოდ მე გამოვდივარად მიღებ მონაწილეობას და. ეკვადორში მილანური ბუმია ესტოპინიანის მაისურების გაყიდვით შემოსავალი პლუს 20 მილიონი ევრო. 20 მილიონი უკვე. ნოვაკ ჯოკოვიჩი ბედნიერია მილანის წარმატებით და ფული გაჩუქათ პლუს 15 მილიონი. შვენიერი. ბრავო, ყველა პლუსები აიღეთ, გილოცავთ იქ კარგი რაცებია დარჩენილი და ეკვადორში მოკლედ კარგი ამბავი. ჯოკო რამდენი იყო მინუს 15. პლუს პლუს 15 კი, გერმა კი. მინუსი რა. ეს 15. 200 გაქვე. ამ მომენტისთვის ნახე, მაინც უფრო მეტი. ფულარ შენ გაქვს 125 მილიონი, ლუკას შენ გაქვს 200 მილიონი გაქვს. მე რედვირდივით ვთამაშობ. და ანდროს 35. უბრალოდ ვიდრე მოგებაში გავიდეს და მე დავწერო რომ მილონი მოგებაში გავიდა კიდევ ერთი. მეგობრებო, მეკარე. აი აბა. მენიო 45 მილიონი, ძალიან მოუმატა და მაგიტომ მხოლოდ და თქვენს ფული რო გეშოვათ რაღაცა. ყიდით თუ არა მენიოს 45 მილიონად. სამთვამდე მე ალბათ დავიტოვებ, ალბათ. ტერაჩიანო ამოდის თავისთავად თუ რა. შენ კაი მეგარი. 3 2 1. ყველა იტოვებთ. ხელი მოკიდე ხოლმე მაინც რა. ხო, მაგრამ მინუს ვიტოვებ. ვარიანტები ისე არ უნდა ვიცოდეთ რა შეგიტოვებ. კაი. ვარიანტები ისე იყო მამარდაშვილი აუ. რამდენად? 30-ად, კარდეზეკი 25-ად და ტერშტეგენი 5-ად. სამივე კაი ვარიანტია, მაგრამ მაიკ მენიო ამ წამს სოფლიოში ტოპ 3 მეგარია. თუ არ მეთანხმებით, უყურეთ მილანის თამაშებს. არა, ეს მენი უბრალოდ საშუალო გაზრდილი ფული გეშონათ და ასევე კარგი მეკარე აგეყანათ. რო იტალიო ხო ხდება აი ამ ფაქტორიდან გამომდინარე. გასაგებია, თუმცა მაიკ მენიო არის მილანის კაპიტანი. მინუს ისე მოუმატა აბსოლუტურად ისე. აუცილებლად. ლაპარაკობ ვიტოვებ. ეს ტუპინიანმა ფული აშოვნინა ფულარას გუნდს ხომ მართალი ვარ. ხელი მოკიდეთ ხო? და ეხლა ეს ტუპინიანი გამოიყვანოთ, იტოვებ თუ უშვებთ. მოკიდეთ ხელი და დაფიქრეთ. ხო. რამდენად? მარცხენა მიმბექია თავისთავად. მისი შემცვლელი სკამზე არის დავიდე ბარტეზაგი, თუ გადაწყვეტოს კამიდან ამოწიოთ, 20 მილიონად იყიდება ისე. მეგობრებო, დაფიქრეთ. 20. აბა, აშვებით. 3-მდე დავითვლი და გადაწყვეტეთ. 1 2 3. არც ეს ტუპინიას არ აყიდე ყველა. კაცმა ფული კაცმა მაშოვლინა ფული ბიჭო, მოუტანა. რას ქვია ეს არა. ჯერ ერთი მე ეს ტუპინიანი მე მგონი კარგია ძალიან. ძალიან საოცარ. სტრაფია ტექნიკურია პრემიერ ლიგის ტემპი და სერიას ტემში იტოვოს გადასვლა სკამზე. პარტიზანი 19 წლის ფეხბურთელი. 19 წლის ბავშვმა მოუგო. კაცო მე ხო ჩემი გადასახედა ლაპარაკობ. არა, მე გამიხართ. მე მინდა რომ დავიტოვო. მე არ გეთახმები, მაგრამ გამიხარ. მეც გამიხართ. პირველი ვარიანტი მეგობრებო, ვინც აყავს, არის Destiny Udoji 40 მილიონად. შენ რამდენი გაქვს ფული? ძალიან ცოტა, მაგრამ მინუსში არის ხო შემიძლია. რამდენი აქვს?
ანდროს აქვს 55. მე მოგ 200. 125. 220 გაქვს შენ? 220 ახლა ხო გავყიდე. ხო. აა შენ რამდენი ჩვენ ფულს ვაკეთებ. დესტინი უდოჯი 40 მილიონი. თუ გავივლით ვეღარ დაბრუნებით ზედა საფეხურს ახლა. გავრისკოთ ორივე? აიყვანე რა. არ მითადეთ. ბიჭო, აი მგონია რომ ორი ვთამაშობ, მე და მე, რომელიც იგივეს ფიქრობს და უფრო მეტი ფული აქვს. ჩემ თავს ვეთამაშები, რომელს უფრო მეტი ფული აქვს. ეს ხო არაფერი არ გამოვა. შენ გუნჩი არა, ლუკას გუნჩი. მაშინ შეცვალე რაღაც ანდრო რავი აბა ოკეი, არ მინდა. არ გინდა დესტინი უდოჯი. 30 მილიონად მეგობრებო, საშუალება გაქვთ ალ ჰილალიდან დააბრუნოთ ტეო ერნანდესს. იმან ეგრევე რაცია შემდეგ ნიკა მე ვიცი ანდროს და მაგას ელოდებოდა ხო რომ ტეო შემოგეთავაზებია მაგას ელოდებოდა ხო ეგრეა ანდრო ანდრო ხო ასეა ტეოს ხო ელოდებოდა ასეა აგია გამოწვდი რა ხდება არ ვიცი რა საუბრობენ თქვენ წარმოდგენა არ მაგრამ ეხლა როგორი ჭიდაობა წარმოდგენა 220 მილიონიანი ტიპი და 45 მილიონიანი გავგიზდები. ისე მეტად გავგიზდები და გააცნო შავში. რისთვის გავაკეთე რისთვის სისურელებს. აი ნახე, აი გეუნები. ჯენტლმენური შეთანხმება. ფიჩო რა ჯენტლმენური შეთანხმება ორივე შეგვიძლია წავიყვანო და ჯენტლმენური შეთანხმება ჯენტლმენური შეთანხმება. ორივე კაი, ორი ხო შეგიძლია წაიღო. 100 მილიონი. 100 მილიონი ტეოში დააბრეხო ეგრე 100 მილიონი. გამინუსდება მაგრამ უღირს რავი მიღირს. რამდენი აქვს 55 აქვს რა მინუსდება 105 130. 130 მილიონი ეს არ გაყიდის შეიძლება ამი და ხალხს ამოწევს ალბათ რა ხო მოვედი ახლა იმისთვის რომ გავერთობდი. ხო ვერ ვერთობდი და ახლა თქვენც ვერ გაერთობით. 130. მე რა გავაკეთე 130. აუ, ეს გიჟი ვარ აბა რა ვარ. ეგ თუ ვერ დაამოღამე ამდენი ხარ. მე რა გავაკეთო მე ჯენტლმენური კიდე ჯენტლმენური არა და ორივე საყოდა შემიძლია და რანაირი ჯენტლმენური ეხლა აი ვიტამაშო. 130 თუ ტეოში გინდა ტეო 115 გადაიხადე. ნუ აი რა უკი გაატანე ბიჭო ცადე 115 აბა რა მოხდება ამას როგორ 15 შეუნაკავდეს ეს შეუძლია გაყიდოს და ე ამოწევს უნდა იყოს შენთან ბიჭო ტეო ჩემთან უნდა იყოს მართალი. 1 130 აქვს 2 მილურ არ გინდა გაატანე გეუბნები 3 ტეო 130-ა წავიდა ანდროს იდეალური. ხარჯოს ფულები მესამე ვარიანტი არა უშავს მესამე ვარიანტი ვინ არის? ანუ ვერ წამით მინუს რამდენში გავიდა ხა აი ხა მესამე იქნება აბსოლუტური ლეგენდა. პაოლო მალდინი იქ. ის ვია 75 აქვს მინუსი ეგრევე ხუთლარა ხო ანდრო სხვის ხუთლარა. ჯიმეში ნუ იყურები შენ. შენი თვალი. ფრან გარსია 20 მილიონად აუ იყოს შეხარება ფრან გარსია გინდა თუ ბარდეზაკი ანუ შენ აირჩია დაფიქრდი აბა ჩემ ეს იტალიელი. ისო ფული გავაკეთო აგე ფული და კონდეს. კონდეს ეგ ფული. ფრანგასია თუ ბარტეზაკი ბიჭო ბარტეზაკი ბარდეზაკი მაინც იტალიელისკენ წახვიდი რა თქმა უნდა საშინა უპირატესობა აუ ეხა იდეა მინუს 75 გაქვს ხო აი აბა ნიკაში აი მე წააგებს ხო და ეს ამოიწა საშუალებას ვაძლევ ხა ანდროს რომ მინუსები დაამოვიდეს რაფაელ ლეაო 100 მილიონად იყიდება დაფიქრდით ყველა მყიდით თუ არა მისიები რა გაქვს შემახსენეთ მე უბრალოდ ორი ნახევარწევნა ლეფტი გავყიდე შენ მისია რა არის ორი მცველი უნდა გავყიდო. ორი ცელი უნდა გაყიდო და შენ მისია არის ერთი შევასწრო ანუ ორი ფეხბურთელი იტალიანი პრემიერ ლიგიდან ხო რაფაელ ლეაუს 100 მილიონად ყიდით თუ არა დაცვალე 1 2 3 მე შეიძლება წავაკ. ხო ან მოკლედ ლეაუს არ ავიყიდით გეტყვით რა ვარიანტები იყო ჰარი კეინი იყო 90 მილიონად შენერი იქნება და გიორგი მიქაუტაძე იყო 40 მილიონად და კარიმ ბენზემა 10 მილიონად კარგი იქნება მაგრამ ლევანდოვსკი კეინი მომენტად იქნება ჩემ გუნდში ორი აქ იქნება შენ ლევანდოვსკიც გავს ხო ესამე და ბოლო ფინანსურები მეგობრები ამას მაგის იმედიც აქვს ხა ხალხთან კიდე მინუსი თუ ამოგივიდა და შენი ფეხი წადი აქედან აგიყური ხა აბა აიღეთ გეტყვით რომ ორი დადებითია სამი ვარყოფითი მაინც რო იცოდეთ ამ რაში მე გადააწყო აუძად ხო დიდი მინუსებია დარჩენილი ვერ გეტყვი ხა აქედან რომ მაგას ხედავდე ოკეი. დაიწყენ რა დონალდ ტრამპი კმაყოფილია რომ გუნდში ამერიკელი ყავს, აღარ ყავს დონალდ. დიდი მადლობა რომ ნიუსებს არ ეცნობი და ბიზნესებს კლუბში ფულის ჩადებისკენ მოუწოდა პლუს 20 მილიონი. ოჩო დიდი მადლობა დონალდ. ძალიან დიდი მადლობა. რამდენი მაქვს მინუსი? 55
ვიცოდი რომ ეს ერთგულება დაიფასდებოდა შენ და მე რაფ. მე ვარ ხო? ხე? 5 მილიონი, იმიტომ რომ აპეროლის ფასების ზრდასთან ერთად სტადიონის შემოსავალი გაიზარდა და თავი არ წავაგედა, არა უშავს. გამდიდრდი. როდის მოდი შენ? 125 ხომ მქონდა? კი. 100 ჩამიწერე რა. ერთ-ერთი ინვესტორის სახელი ეპშტეინის ფაილებში გამოჩნდა. აქციების ფასი შემცირდა. -25 მილიონი. ძალიან მომილოცეთ მეგობრებო. ძალიან სამწუხაროა. მაგრამ მე ხა ამ მომენტისთვის ფულარას აქვს 100 მილიონი, ლუკას აქვს 225 მილიონი ეს ძალიან და ანდრო ჯერჯერობით მინუსში არის 55 მილიონის. კარგით მეგობრებო, რადგან თავდასხმაში ესე მოდის ფოფანა, მოდის. დაცვა სტრახინია პავლოვიჩი 25 მილიონი. ანუ იცოდეთ რომ მე ყველას ვკიდიაც. შეიძლება ყველა არ დაგჭირდეს რა ვიცი. მაინც შეხედავ რა. დავწიო. 1, 2 და 3. სამივე ყიდის სტრახინია პავლოვიჩი. კი ბატონო. 25-ად ხო? კი. კითხო ევასება სტრახინი. ანუ მე ხა ფული აბრაში მართლებაში დავხარჯო? აი მარკეტინგში. აი ოკეთო 250 მილიონს. ეხლა სათითაუთუნო ვიუაჭროთ სამივეზე, ხო? კი. როგორ არის? გამიდავინა. აი გამინუსება არ უნდა შეიძლებადეს კიდე ერთი თამაშის მიმდინარეობისას ის, იმიტომ რას ქვია 100 არა შეიძლება შეგიძლია გახვიდე და მე უნდა ამოხვიდე უკანო. თუ არ ამოხვიდე წააგე. ეგ ახლა აუქციონის რავი, ხო წააგო. თვითონ წააგებს და სხვასაც იმას იზავს მე. არა. ხო და კაი, პავლოვიჩი პირველი მეგობრებო, ვისაც გთავაზობთ, კონი და ვინტერი ამოამის მაგივრად, თუ რამე. ვისაც გთავაზობთ არის ჯორჯოს კალვინი 45 მილიონი. აუ, ცუდი ვარ, ტრავიანია პროსტ. არა, თქვენ ახლა ტრავმა დაივიწყოთ ამ წუთას ახლა. არა, ხო, ფულსაც ვერ გავხარჯე. ორი მძიმე ტრავმა ქონდა ადამიანს რა ვიცი. მოჭრილი ფეხებს. ხო, კაი ვარიანტი. არც ეს არ გინათ. მეორე ვარიანტი ჯონ ლუკუმი ბოლონიადან 25 მილიონი. ნუ გადავიხდი ახლა უფარ არის, მაგრამ მესამე სიგიჟე იქნება და. მესამე კაი, ვარი რამდენი სიხდი შელუკუმიში? და მესამე იქნება ლეგენდა. რავი 25-ს ვიხდი რა. კაი. 25. 30 აიღო. 30. რაში რა ხდება? აი 30. სკალვინი ან ტრავიან სკალვინი რა უნდა აუ 30 მილიონი. ლუკუმი. არ მინდა წაიყვანე რა. წავიყვანო? ხო, წაიყვანე. ანუ 30 ლუკუმი მე, ხო? ტომორი ლუკუმი. არა ფული მენანდება, უბრალოდ რა ვარიანტია. მესამე არის მეგობრებო, იაფად მორიგი ლეგენდა დავით ალაბა. მე დევინტერია. 5 მილიონი. ეს დევიტერი რო აუ. მაგრამ გაიქოლისინი ცენტრალური მცველი არა. 5 მილიონად. აი გაიქოლისინი. აუ რა ხდება? დევინტერია. მოდიში დავით ალაბა არის მართლა ვოშტ. ანუ ვიზეთ ქვი შენ ვოშტ არისო? ვოშტ ვიზეთ თქვა ვიღაცაზე. კიმინჯეს. კიმინჯეზე თქვა, ხო? ხო და ალაბა არა მართლა არ ვოშტ. ყიდულობ, არა კიმინჯი დევიტერი. ახალგაზრდა. ორივე დევინტერი დაძინავრე? ბაიერის მაღლა ამოწეულ დაცვას ვერ მოერგო უბრალოდ. მეორე ცენტრალური მცველი მატეო გაბია, შეგიძლიათ გაკიდოთ 15 მილიონად. 1, 2, 3. თქვენ ორი ყიდით. ერთი ვიღაცა ხო უნდა მოვიდეს 265 მილიონი. აქ იმის გამო რომ ტეო ერნდესი ვერ მიყიდე, იმიტომ რომ ეს არის აუ ზე კატებს დგაუდი. ეს რასაც უყურებ თვალებს და კატებს დგაუდი. არა, 115-ად კაი, კაი. არა, თქო და არ გაგადა. პირველი ვარიანტი წააგებდი, დაახობდი, გადაცემას დახურავდი და არ დახურავდი, გავაგზავნებდი ის. როლანდ არაუხო არა უხო. 35 მილიონი. არა, მე არ მინდა. არა უხო. წავიდე ტურში. დეპრესია, აგრე ფეხბურთს თამაში. ტურში წავიდეს. ბარსელონაში. ანუ ერთი კარგი ფეხბურთელის ყიდვაც არ შეუძლია. ჯონ სტოუნსი 20 მილიონი. აუ სტონ იცი რა მე დრიბლინგი მქონდა? დაულოდები მესამე ვარიანტს. ანუ ატარებ ჯონ სტოუნსს. ჩუსტოს ორივე ატარებ. არა მე ავიყვან ჯონ სტონს. აბა, მესამე რა არის? შინელება. ვინ გინდოდა ლუკა? უარესი გუნდებს. კაი, მოიწმეც. მესამე ვინ არის? მერიხ დემირალი. აიყვან. პრემიერალი. ან მე დემირალი ან ოდოგუ. ოდოგუც ყავს. აი, მოდი გავაძლიეროთ ინტრიგები და US ყოფილი ფეხბურთელი დაუბრუნოთ სერიაში მილანის მაისური. დემირალი. დემიროვიჩის ბაგაცია. ფუძე ერთია. დემირალი, ლუკუმი, ტომორი, ესტუპინიანი. ვა. დაგვრჩა მეგობრებო, ნახევარდაცვა. რამდენი იყო ნიკაფასი? 2 ნახევარდაცვა. ფასი რა იყო? 10. ეს აუგეცე უნიკა რაღაცა. ფოფანა 30 მილიონი. არ შეიძლება თქო. ყველა მე ყიდით ბლუსში ვარ ეხა. რა თქმა უნდა.
და ამათი თან ის შესასრულებელი, ანუ 9 ფეხბურთელია და ის ერთი ასაყვანი მაქვს. ამათი გასუფრალი რაც დარჩება, მე მერგე ბიჭებო, იმედი საშინელებას არ დამიტოვა. ნახოთ. პირველი ვარიანტი. ბელინგემი. პირველი ვარიანტი მეგობრებო სანდრო ტონალია 60 მილიონი. ამას მოვაწერე ხელი 20 წავიყვან. 70. იაფად არ გაატან. 90. 95 ფუა. 105. მიყვარხარ ფუა. 110. 115. ყველაფერს გადაიხდეს ბიჭო ბაგაჟში. დაიღონოს. მიყვარხარ, მაგრამ ბოლომდე ვერ მიყვარხარ. ნუ, დავახარჯე. არ კაი ბიჭი ხარო 40 მილიონად არ გაატანი. მაგით დავწევა. მეორე ვარიანტი არის ლეონ გორეცკა გორეცკა. 30 მილიონად. ლეო, ის ტიპიც მოყვება 30. გორეცკა რო უკვე. ოღონდ ისის მოყვება. მისია შესრულებული გაქვს უკვე. რომელი? ესპანეთიანი მაგარ მოვა. არა, ვიცი, არა. გინდა გორეცკა. ვიღებ. 30-ად 30. არ მებრძოლებით არავი, ხო? და შენ ანდრო შეგიძლია ორი ვარიანტი გაქვს ხა? წავიყო, ანუ გორეცკა. კი, გორეცკა შენ. ანდრო, ეხა შენ რაც შეგიძლია არის იაფიანი ბებერი. 5 მილიონად. იაფიანი ბებერი. ან ერთზამით. რუბენ ლოვტუშიკი ამოწიო, ერთი. ეხა ხარ ნულზე, ზუსტად. ამიტომ შეგიძლია ამოწიო 5 მილიონად პოგბა და მე ბოლო ფეხბურთელი გაყიდო და იქ დააბალანსო ფული, თუ გინდა. ბიჭო, ეხლა გაწონულზე ვეღადავებოდი ეს. რუბენ ლოფტუშიკი არის იდეალური ფეხბურთელი. აბერცი. დაიდო. ბიჭო, ხალხი ხوار მოაწყო პოგბა ისე არა. ერთი ძამ წარმოედი, ანუ გორეცკა კი თქვათ და დაღმავლობაში ებაიში, მაგრამ ანუ ფიზიკურად იმდენად ძლიერ სერიას ტიმში მილანში ძალიან კარგი იქნება ჩემი აზრით. თან, კაი. ახლა შემდეგი ნახავთ. და ბოლო ფეხბურთელი და ხშა მეგობრებო. ხო, ანუ ბოლო ფეხბურთელი ადრიან რაბიო არის დარჩენილი, 3-მდე დავითვლი მაინც და მე 25 მილიონად იყიდება. რაო. ერთი შენ მისია შესრულებული გაქვს? მე კი, მაგრამ ნუ აზრი აღარ აქვს მოგონისეს. ანუ შენთვის ტეო ერნანდესი იყო გადამწყვეტი ფაქტორი? აი, ტეორიულად არ იყო, უარესი გუნდი ავაწყე, ანუ ფული მქონდა და მოიყვანე სტოუნსი შემეძლო მეყიდა, სკაუნი რომელიც 2 წელია ფეხბურთს არ თამაშობს, და რატომღაც სკაუნი მოვიყიდა, რომელიც ორჯერ ჯვარედინი გაიწყვიტა. ეხლა ბიცეპს იმის ტრავმა აქვს, ჯონ სტოუნსი არ არის იმაზე უკეთესი ცოლა, აი, უბრალოდ სტოუნსი ვიყიდე ხო რა. არ არის აი, გაბია პავლოვიჩი, თორემ მივედი რუდიგერი სტოუნსი დეუნტეს. ანუ სკალვინი სტოუნსი და არა უხო. და კი მინჯე. ეხლა სკაუნი რომელიც არ თამაშობს. ისევ პავლოვიჩი როგორც თამაშობს. სტოუნსი არ თამაშობს. სტოუნსი ითამაშებს ახლა იქ. კი. სერიას მოერგება ალბათ ძალიან აი ტიპაშურად და ყველანაირ ჩაჯდება. რაბიო. 1, 2 და 3. მიდით ბიჭო. აი მე თან მიწევს გავგე. ადრე ის უნდა შევასრულო. მიწევს თან გავგე. ყველაზე underrated ნახევარმცველი. ეხლა ინაზე უკეთესი ნახევარმცველიც არ იქნება და მასაც ვიდოდე. არა, აი ანდრო სიამონები დავიტოვე. იქ მიწევს გავგე. მე მესმის, კი. კი, ის უნდა შევასრულო. მეორე. ნო. მაშინ ეხლა ფული არ დაგენანოს. მეგობრებო, აქ ხომ მნიშვნელოვანია რომ რაღაცნაირად ყველა პოზიციაზე არ იყოს რაღაც დაუჯერებელი სურპრიზი ფეხბურთელები ხა. ჰარი კეინი რო იყო ეგეთი ხო ვერ იქნება ყველგან მილანში უნდა გადავიდეს. არა, მე არ გავყიდით. მართლა ვაფასე. მე მეგონა რომ გაყიდით, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირა. იდეალურად გაგაკეთე. კაი, პირველი ვარიანტი არის მანუკონე. ეხა მანუკონე თუ ფიქრობთ რომ რაბიოზე უარეს იდეალური ფეხბურთელია. ვარიანტია ჩემს. აი, რაბიო და მანუკოი შორის არის აი ამ ხელგან სხვაობა ჩემი ასეთ. ოღონდ ბაზარზე ძალიან დიდი სხვაობა არ რატომღაც. იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ ახალგაზრდა. ახალგაზრდა. მე ეს რას ნიშნავს ახლა ახალგაზრდა სალახსა და იმას შორის განსხვავება არ არის ვიღაც ახალგაზრდა არა, სალახის თავდება და რაბიო კარგად თამაშობს, ანუ ამაზე ვერ ვიტყვი რომ 60 მილიონი მანუკონეში კიდე აი ემმა დაველოდები რა, დაველოდები. აუ რავი, არ მჯერა უკეთესი მოვა და მანუკონე რავი ახლა. ბიჭო შემდეგი აღარ იქნება უკეთესი 245 მილიონს ვხდი მანუკონეში. მანუკონეში ხდი 60 მილიონზე 245. 60 ხდი დანჩენი დაგჭა არა, არა, 245. 60 ხდი დანჩენი დაგჭა 180 დაგჭება თუ რაღაც. 125 დარჩა რა 125 დამჭა 245 მილიონი მქონდა რა? 115 გადაიხადე ტონალიში და ხო, მართალი. კიდე კაი, კიდე კაი. არა ეგეც საერთოდ არ მოხდა ერთი მე კაი შენ მეორე ერთი ვარიანტი მოდა შენ ან თამაში გაფუჭდებოდა იური და ტილემანსი. ჩაიშლებოდა ან არა? იყო ეს? 35 მილიონად აი სამე იური მესამე შენ მისიას ვერ შეგასრულებინებს პირდაპირ გეუბნები ტილემანსი უნდა იყიდო თუ გინდა რომ დარჩე თამაში მარკონეცი არა, სერია კონექ სერია, ანუ ვაშინგტონი ლა ლიგა პრემიერ ლიგა უნდა ტელემასი იყოს. აუ, ტელემასი მიწევს მაშინ. მესამე რა იყოს მითხარი მე. ითამბაბე ხო და აი თამბაბეს ლილის ფეხბურთელია და ამიტომ კაი, ხო, ნუ მიწევს რა, იური. ტილემანსი საუცხოო ფორმაში არის არა, არა, ძალიან კარგია კაც უბრალოდ დავფიქრდი მესამე რა იყო. და შენ დაგჭა ძალიან ბევრი ფული რაში გამოვიყენო ალბათ. 90 მიხარია რომ ამდენი ფული დაგჭათ
დაიწყე, აბა შენი გუნდი. მე დავიწყო? კაი, მენიო სამი დავიტოვეთ, ხო? ან დროსთან მექნება თხოვნა ნებისმიერ შემთხვევაში. ამ გუნდის საწყობა FIFA-ში ხო შეგიძლია სამივეს. ბიჭო, როგორ არ შეგიძლია ტრანსფერებს გაკეთებ და ხო და უბრალოდ რო ავაწყოთ და შევაჯიბროთ და რა შედეგი დადგება მაინტერესებს. ანუ უბრალოდ კომპიუტეროა თამაშობთ. ხო, რა თქმა უნდა. მილანი მიხო. საინტერესო იქნება, ხო, ესე. მიდე? კაი, მაიკ მენიო, კარში, თან ამ სეზონში ძალიან მოუმატა და უეჭველი უნდა დაგვეტოვებინა სამივეს. კაპიტანი აკე საჭირო დროს პენალტას იგერიებს, არაერთი მაგარი მოგერიება აქვს და ძალიან საიმედოა ისევ. მერე დემირალი დავაბრუნე სერიაში, ასე გამოვიდა. იუეს ყოფილი ფეხბურთელი ახლა უკვე მილანში, ლუკუმი ბოლონიედან ძალიან სტაბილური და ფიზიკურად ძლიერი მცველი, მაღალ ბურთებზე ფაქტობრივად უშეცდომა და მართლა ძალიან მაგარი ბოლზლებში. ტომორი დავიტოვე, ესტუპინიანი პრემიერ ლიგის ნებისმიერ სერიაში კარგად ვარბინინებ, ასე მგონია. ლუკა მოდრიჩის დავიტოვე, იური ტილემანსი, კარგ ფორმაშია კი ბატონო, მაგრამ მაინც ისე გამოვიდა, რომ მომიწია ყიდვა იმ პირობის შესრულების გამო. მუნიოსი, პალასიდან მშვენიერი ვარიანტი, ლეონ გორეცკა, აი წერა ვახსენე, ხო, ლოფტუჩიკის ვარიანტი და აი ამ თავისი ფიზიკურობით, გაბარიტებით და ასე შემდეგ. ხო, სერიაში ითამაშებს ამდენიმე წელი, ჩემი აზრით, კი, თქვა ბაიანში აქვს ეს რეგრესი ბოლო წლებში განსაკუთრებით ფლიკის მერე, მაგრამ სერიას ამ ტემპში გორეცკა უფრო მშვენიერი იქნება მილანში, თან რაღაცნაირად მგონია რომ ალეგრისთან არ ექნება ცუდი ქიმია ყოველ შემთხვევაში. პულიშიჩი ლეო ასეთი გუნდი გამომევიდა, მედმაქსი, რა თქმა უნდა, მწვნელი და ამ გუნდით მინიმუმ სერიას მოვიგებ. თან როცა ალეგრი ყავს მწვნელი. არიცი? ლუკა. ალეგრია, ბიჭო, ალეგრი. ასევე როცა შემცველებს ისაუბრებ, მითხარი ვინ წარმოგედგინა რომ იქნებოდა. მცველები. აუ რა ვიცი. აი მითხარი, უბრალოდ მაინტერესებს. არ წარმომედგინა, მაგრამ ეხლა შემიძლია ვიქნა. ხო, მინდა. მენიო, სალმაკერს და ბარტეზაკი ყავს პლანებზე, იგივე დავტოვე. იმიტომ რომ თამაში არ მინდოდა რომ გაფუჭებულიყო და კამერა არ მინდოდა რომ ეს გადაგვერთო და ამიტომ ბარტეზაკი ყავს მარცხენა. აი რატო გაფუჭდება თამაში თუ ან მეუბნეოდი რომ თამაშს გავაფუჭებ და სიგიჟებს მაგას მეუბნეოდი. არა, მე გადაიხდი 200 მილიონს და ვერ ამოანაზღაურებ, წაგებდი რა, ვერ აღარ ითამაშებდი. მესამე ფეხბურთელის მე აღარ ითამაშებდი. არ შენ მაგიტო დამიტყვე ტეო ერნანდესი რომ 135 მილიონის გადახდა არ გიდოდა ტეოში თუ იმიტომ აგძელებდა. არა, იმიტომ რომ თამაშს აფუჭებდი, სახელმწიფო ყველაფერზე ამოყვებოდი. აზრი არ ქონდა. არა, მე გადავიხადე ისეთ თანხა რისი აწევის შემთხვევაშიც შენ გეგონა რომ სისრულე არა მეუბნეოდი მაგრამ ყველაფერი ისე დაალაგდა რომ მე ლეაუტ შევინარჩუნე ტეოში ბევრად ძვირი გადავიხადე და მაინც საუკეთესო გუნდი ყავს და ამაში ნახავ ცოტა ხანი შენ მეუბნეოდი მაგას ნახავთ კარი მეუბნეოდი თამაში კაი ჩამოთვალე მე რის გამო არ ამიცი 115 დაენანა თუ კაი მენიო მე არა ამაში პუშდებოდა არა შენ მაგას მეუბნეოდი რომ იზა 200-ზე წამოყვები თამაშს გავაფუჭებდი ჩემპიონში ანუ მე გავიფუჭებ თამაშს თორე შენ კი არ დაგიჯღამნები ხო არა მაგრამ თლიან თამაში ეგეთი გამოვიდოდა მე რომ შენ გადაგებოდი გვერდზე ხო კი მესამე ფეხბურთელის მერე ხო გავდგებოდი გვერდზე არ გადავიხდე მენიო სალმაკერსი ბარტეზაკი დაცვაში ყავს რუდიგერი სტოუსი და ვინტერი და ვინ შეიძლება და მოსულიყო აი სერიაში შემიძლია სერიაში ინტერიდან რა თქმა უნდა არავინ მოგვიაზრებია იმიტომ რომ არარეალისტურია ინტერი და მილანში გადასვლა რა მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე არა იშვიათად მაგრამ ბოლო წლებში უფრო ნელდა ეგ პროცესი ბრემერი შეიძლება და მოგეყვანა იუვენტუსიდან შეიძლება ჯოვანი ლეონი რომელსაც კი ტრავა აქვს მაგრამ ჯოვანი ლეონის უფრო ვიყიდი მაგალითად უდერ სტოუნს რა თქმა უნდა ჯოვანი ლეონი შეიძლება და მოგეყვანა ჰა ჩამოწერის დროს გაბრომდა ისაკ იენი სილაგამზაიანი კაი ვარიანტი ისაკ იენი შეგეძლო მოგეყვანა რავი ბეუკემა შეგეძლო მოგეყვანა რომელიც ასევე კარგი ვარია ბონჯორნო შეგეძლო მოგეყვანა თან შეგიძლიათ სილაგასთან და გაბროსთან გაიაროთ ეს რაღაცები არარეალისტური თქვა მაგრამ იენზე ვეთახმები ანუ ბრემერს არ გაკიდი და იუვენტუსი მილანში არა ხო და იმიტომ უნდა გაყიდეს რომ მილანს ამბიციები გაუშვდა ანუ ისიც არა რეალისტური რომ 100 მილიონი აქვს მილანს საფხულში და სადღაც საფხულში არა ზამთარში ტრამპას გადაუცხა რაღაცა ანუ მუღა ვის არა რომ მილანი ჩემპიონობის დაიჯერა და ამბიციები გაუჩნდა ოკეი ყავს დევინტერის ტოუნსი რუდიგერის და ცვა ნახევარდაცვა უკეთესი ყავს რაც ყავდან რიჩი კონე და ტონალი და შეტევაში ყავს ლეო ლევანდოვსკი მე ვიტყვი რომ უკას ყავს საუკეთესო ნახევარდაცვა ნამდვილად სამივე ძალიან მომწონს ტონალის კონეს და მესამე ვინ არის რიჩი ხო იდეალური ნახევარდაცვა ყავს მართლა ანუ შენი აზრით დაცვა დაუნგრეიდია შენი გუნდის აი შეიძლება ოკეი ჯონსტოუნსი არ არის უკეთესი მცველი იმაზე გაბიაზე ანუ რავი დიდი ხანია არ თამაშობს და სხვა გზა არ მქონდა ვთო დოგუნდა მოყვანა მაშინ ასე მოიხოდება ეს არის მეგობრები ჩემი გუნდი გუნდის კაპიტანი მაიკ მენიო სერია საუკეთესო ბეკარე დაცვაში კიბი რომელსაც პრაიმი ხონდა სერიაში და იყო უბრალოდ გაუვალი დევინტერი რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და გაბია რომელსაც შეიძლება კაპიტნის სამკლაური გადავცე იმიტომ რომ
რაც დრო გადის, უფრო და უფრო სტაბილური ხდება და კი შეიძლება არ ყვირის მის სახელი და გვარი, მატეო გაბია და ხალხმა არც იცის რა დონეზე თამაშობს, იმიტომ რომ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე არაა და ხალხი ძირითადად უყურებს ჩემპიონთა ლიგას. თუმცა ამ დაცვაში ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია და ყველაზე სტაბილურია. ნახევარდაცვაში ლუკა მოდრიჩი, რომელიც ამ სეზონში როგორც თამაშობს, თავადაც კარგად იცით, ყველაზე თამაში კარგად ჩაატარა და უმაღლესი დონეა უბრალოდ, წვერვალი არის. ოქროს ბურთის მფლობელია, ასევე, ვალდე გავიწყდეთ. ლოფტუს-ჩიკი, რომელსაც მეორე სართულზე შეუძლია ძალიან კარგად თამაში, უნივერსალია, სხვადასხვა პოზიციებს გადააზღვევს და თან სხვაშორის მეორე სართულზე გორეცკასკაია. მართლა. კი, მაგრამ მე ლოფტუს-ჩიკი მყავს. უკვე გუნდში შეეწყო და დიდი ხანია აქ არის. რაბიო მართლა ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია ბიჭების დამეთახმებიან. მე მომიძე გაკეთე, თოთი სიამოვნები დავიტოვე. ალეგრის გუნდში იდეალურად გრძნობს თავს და ყველაფერს კარგად დაალებს. ტეო ერნანდეს. Back in Milano. რა თქმა უნდა. ამ კაცმა დააბრუნა, იცოდეთ. მატარებელი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, გიჟდები ტეო ერნანდეს და სუმიდოდა ისეთ გუნდში თამაშა, რომელიც 5 მცველი თამაშობდა და თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოევლინებდა. შენ აქეთ იგი დაკავს ტეო. ხო წინა ვიდეოში ენფილდ როუზე წაიყვანე, ეხლა სანსიროს დააბრუნე. და მარცხენა ფლანგზე იქნება ესეთი ჩქაროსული მატარებელი, მარჯვნივ იქნება ალექსი სალიმაკერცი, რომელიც ასევე ძალიან კარგი ფეხბურთელია. ტოპ 3 მოთამაშე მილანში და ვიქტორ ოსიმენიც ყავს ლუკა. არ დაგავიწყდეს FIFA-ში რო შევადარებთ ამ გუნდებს, ძალიან საინტერესოა ლევანდოვსკისა და ოსიმენის შორის ამ ხელსაუბრობა იქნება იქ. ვიქტორი, რომელიც სერიაში უბრალოდ ბობდამშენი იყო და რაფაელ ლეაო, მისი მეგობარი, მე ამ გუნდით მოვიგებ სერიას. ამ გუნდით მეც მოვიგებ სერიას. თამაში ილემასი მონიოსი თამაში მე ხალხო აგერ ამით არის ფიქრობ რომ ამად გავუფუჭებთ თამაშს მე ვამბობ რომ თამაშს გავაფუჭებ იმ მხრივ რომ უბრალოდ გამოვეთიშები იმიტომ რომ ტევენეს მინდა ძაათქო და ყველაფერი დამილაგდა რომ ტეო წავიყვანე და თან საუკეთესო მე როგორც ლუკა არ გეთანხმება. ლუკა რაში არ მეთანხმება არც მე როგორც ხლები არ გეთანხმება. კაი გუნდია, კაი გუნდები გამოგვიდა. ლუკას 115 მილიონი გადაიხადა ტეოში ეგონა რომ ძალიან გაუფუჭდება საქმე და მაგით არ გადაიხადა ეს არის სიმართლე ეგრე იყო. მადლობა, შენ უნდა თამაშო ან რო არ დაგავიწყდეს და არ ვიცი სკრინშოტი ჩააგდეს ათმე. დარწმუნებული ვარ რომ საუკეთესო გუნდი ყავს და დარწმუნებული ვარ რომ მაგით არ გადაიხადა 115 მილიონი ტეოში. დარწმუნებული სხეული და გონებით და ყველაფრით რომ იმიტომ არ გადაიხადა ტეოში 100. იმედია რომ დამონტაჟებისას ჩასვა ამის სახეს როგორ მიყურებს, რას ამბობს შენ ყველაფერს. შენ რო კაი კაცი ყოფილიყავ მე ჯენტლმენურ შეთანხმებაზე წამოვედი. ფული მქონდა ჯენტლმენურ შეთანხმება რას ნიშნავს? კურსი რას გეუბნებოდა კი. ხო წამოხვედი ჯენტლმენურ შეთანხმებაზე. ჯენტლმენურ შეთანხმებაზე მიდია როცა თანაბარი პირობები აქვს. როცა 130 მილიონი მეტი აქვს. მეორეს ეგ ჯენტლმენური შეთანხმება არ არის. მე რო 130 მილიონი მაქვს და ბაზარში მოდივარ და ერთი რაღაცა და ორი მილიონი და ხო არ დამიჯერ ვის ყავს რა გიქნა, ვის ყავს სული გუნდი ოკეი აი მადლობა მეგობრებო არ მეგონა თუ ეს დებათ აღელოს გამოიწოდა მე საუკეთესო გუნდი ყავს და მე სამეოს გუნდი მოწო სამის ქვეშ შემიძლია ვა ხო ანდრობოი გამიულოცოთ და კარგი იყო აი ეს არის უკვე ბოღ არ ვარ საუკეთესო შეიძლება შეხედე ვიდეოში აფუჭები თამაშს